პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის ეზოში უფრო და უფრო მეტი მოქალაქე იკრიბება. აქ მოდიან თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები, რაც საკვირველია, მათ შორის უნივერსიტეტიდან სულ რამდენიმე დღის წინ გარიცხული და დღეს უკვე ვიგებთ, რომ სტატუს დაბრუნებული სტუდენტები მოდიან სხვადასხვა უნივერსიტეტიდანაც აქ ახალგაზრდები, მათ მხარდას ეჭერათ, აქ შეკრებილები არიან ტრადიციულად საზოგადოებრივ მაუწყებლის დამცველთა ჯგუფები, მოქალაქეები ელიან, რომ დაახლოებით 1 საათზე ნაკლები რჩება პრინციპში უკვე იქამდე, ვიდრე დაზუსტებით გვეცოდინება გაბედავს თუ არა თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი, რომ დაუჯდეს დებატებში პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივ მაუწყებელზე თავისი უნივერსიტეტის 2 სტუდენტს. როგორც იცით, დღეს უпростоროდ გუშინ საღამოს და დღეს უკვე დანამდვილებით გაირკვა, როგორც სტუდენტებმა მიიღეს ოფიციალური მეილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, რომ გიორგი შალუტაშვილმა და ადმინისტრაციის შესაბამისმა წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სტატუს შეჩერებულ და უნივერსიტეტიდან გარიცხულ სტუდენტებს დაუბრუნდათ და აღუდგათ ისევ სტუდენტის სტატუსი, თუმცა სტუდენტები, რომლებიც თავის დროზე უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და გარიცხა თეატრალური უნივერსიტეტიდან, ამბობენ, რომ ბრძოლა გრძელდება და მათ ამ ბრძოლის მეთოდებზე და გეგმებზე ვერ მოახდენს გავლენას. შალუტაშვილის ეს გადაწყვეტილება ისინი კვლავ ძალაში ტოვებენ თავიანთ მოთხოვნას და იწვევენ დებატებში გიორგი შალუტაშვილს. მოკლედ, 1 საათზე ნაკლებში გაირკვევა, გარისკავს თუ არა შალუტაშვილი დებატებს სტუდენტებთან. ჩვენთან ერთად არის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელმაც მიიღო გარიცხვის წერილი რამდენიმე დღის წინ. მან დღეს მიიღო მეილი, რომ დაუბრუნდეს ეს სტატუსი. მოახდენს თუ არა გავლენას თქვენს ბრძოლაზე, ბრძოლის სამომავლო გეგმებზე ეს გადაწყვეტილება? თქვენ შეწყვეტ თუ არა ბრძოლას? ეს იქნება ჩემი კითხვა და არის თუ არა ერთგვარი კომპრომისი თქვენთვის შალუტაშვილის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება? დებატებზეც აუცილებლად გითხარით, როგორ გონიათ, როგორია განწყობა მოვა აქ შალუტაშვილი გაბედავს, რომ პირდაპირ დაუსხდეს სტუდენტებს დებატებში? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. სტატუსის აღდგენა ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას და უფლებას, რომ ბრძოლა შევწყვიტოთ. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ხელისუფლებას, ამ საბჭოს, რომელმაც მიიღო ჩვენი გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება, ამიტომ ეს არანაირად არ გვეუბნება იმ ყველაფერს, რომ ჩვენ ბრძოლა უნდა შევწყვიტოთ. პირიქით, უსამართლოდ მიიღეს ჩვენი გარიდების გადაწყვეტილება და ვაპირებთ ვისაუბროთ ამ გადაწყვეტილებაზეც და იმ 93 დღეზეც, რომელზეც გიორგი შალუტაშვილმა წინა ეთერში ძალიან ბევრი რაღაც მოითხოვა. ამიტომ გიორგი შალუტაშვილი დარწმუნებული ვარ, რომ აქ არ მოვა და გააკეთებს ჩართვას. მაგასაც არ ვიცი გაბედავს თუ არა, ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია ასე მაქვს მე და იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ყველა კითხვის პასუხი გაეცემა და ყველა ტყუილს ფარდა აერთება. და დარწმუნებული ვარ, რომ მოუწევს პასუხები გაგვცეს იმ კითხვებზე და იმ ბრალდებებზე, რომელიც მან წინა 20 შაბათს აგვიყენა. სხვა სტუდენტებიც არიან მოსულები, გამარჯობა. მინდა გითხოთ, ჯერჯერობით არ ვიცით დანამდვილებით 22 საათზე გაბედავს თუ არა, რომ მოვიდეს შალუტაშვილი აქ და დაუსხდეს თავის სტუდენტებს პირდაპირ ეთერში დებატებში. თუ კი არ მოვა შალუტაშვილი, როგორ გონიათ, სტუდენტებმა მაინც უნდა მოითხოვონ თუ არა ეთერი და დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები გააჟღერონ, მათთვის საინტერესო და საგულისხმო ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ საზმაუზე ეთერი გაეთმო შალუტაშვილს და იქ არ იყვნენ სტუდენტები. გონიათ თუ არა, რომ დღეს სტუდენტებმა უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა? კი ბატონო, მოგესალმებით. პირველ რიგში დავაფიქსირებ იმას, რომ აქ არა მარტო თეატრალური სტუდენტები, ნოვართ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისგან მხარ-დამხარ ყოველთვის როგორც ხდებოდა ხოლმე ერთობლივი ძალებით ვიბრძვით სტუდენტები. რაც შეეხება ეთერს, აუცილებლად ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა რაც იყო აქ საზმაუსთან შეკრების, რომ ეთერი დაეწყოს სტუდენტებს, იმიტომ რომ ჩვენ პრობლემებზე, ჩვენ პროტესტზე საუბარი შეგვეძლოს იმ ადამიანებთან, რომლებიც უკვე არ უყურებს ოპოზიციურ არხებს, კრიტიკულ არხებს, ასე რომ აუცილებელია, რომ დღეს იმ კითხვებს და იმ მოვლენებს გაეცეს აუცილებლად პასუხი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ, რომ რექტორმა ძალიან ბევრ თემაზე ისაუბრა და თუმცა ვერ ვხედავთ მაგალითად სტუდენტებმა რა განიცადეს, რეალურად რა მოხდა. ანუ სტუდენტების მხარე დარჩა თითქოს დამალული და ვერ გავიგეთ იმ სტუდენტების აზრი, რომლებიც იმყოფებოდნენ პროტესტში. ამიტომ აუცილებელია, თუ შალუტაშვილი არ მოვა დღეს ეთერში, თეატრალური სტუდენტები მაინც შევიდნენ და მაინც ილაპარაკონ თავიანთ პროტესტში.
მეტი მადლობა, მე გიჩვენებთ კადრს საზოგადოებრივ მაუწყებლის ეზოში სკანდირებენ მოქალაქეები, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აუცილებლად უნდა დაუთმოს სტუდენტებს, ამ შემთხვევაში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს ეთერი, როგორც ეს დაგეგმილი იყო, თქვენ იცით, რომ შედგა მოლაპარაკება და გიორგი შაუტაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს 14 მარტს საღამოს 10 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელთა შედგება ეთერი, ნახოთ გაბედავს თუ არა თეატრალურის რეფორმები და დებატებში დაუჯდეს თავის სტუდენტებს. გახლავთ პირდაპირ ეთერი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან. ეს არის შესასვლელის წინ მობილიზებული სტუდენტური შემადგენლობა და მათი მხარდამჭერები. ისინი ითხოვენ კუთვნილ ეთერს, რომელიც მოიპოვეს და ყველაზე ერთ-ერთი სერიოზული საკითხი გახლავთ ის, რომ საზოგადოებრივ ეთერში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გჭირდება ეთერის მოპოვება, აი ასეთი ბრძოლით, რომ საკუთარი მოსაზრება თქვა საზოგადოებრივ მაუწყებლის, რომლის დაფინანსება სრულად ჩვენი საქართველოს მოქალაქეების წინით არის და ეს არხი აკეთებს ასეთ რამეს მუდმივად, რომ ცალმხრივად აშუქებს საკითხებს თეატრის სერგების უნივერსიტეტის სტუდენტები სწორედ ამ საკითხმა აღაშფოთა, ვნახოთ 10 საათზე მათ მისცემენ თუ არა ეთერს.